მოგესალმებით ყველას. ბედნიერ ახალ წელს შობას გილოცავს და გისურვებთ ბედნიერ სახელმწიფო განწყობას. ეს არის ჩვენი წინა სახელმწიფო ვიდეო და იმედია რომ ამ ვიდეოში მაინც აი ამ იმას გადავტეხავ ბოლომდე. ნავს გავტეხავ და შევძლებ რომ ეს ყველაზე რთული დავალება ბოლოს და ბოლოს შევასრულო. ეს რეგენერაცია აღვადგინეთ სრულად ამ მეომრების, მაგრამ მე არ მგონია რომ ისევ და ისევ ეს ნაწილები მთლიანად ქალაქების და გადასაწყვავად ეს გვეყოს ჩვენ. მე არ მგონია, ამიტომ უნდა ჯერ ავიღო ასევე აღების ამბავი ძალიან ცოტა რთული იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა ავიღო და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი უნდა დავაგრიო იმ ქალაქებში. ესეთი გეგმა მაქვს რა. ესეთი დაგეგმილი მაქვს და შემდეგ უკვე გადავწვა ძალიან მარტივად, როცა გამოვიყო ამ ჯარისკაცებს და მეორე სამ ქალაქებიდან და ანუ ავიღო და მე უკვე გადავწვა ეს ქალაქები და ესე შევასრულო. და საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ვიცერიებს უყურებ და ეხლა დამეთანხმება ამ ყველაფერში ის. ეხლა ისევ გავეშუროთ, წავიდეთ გზა და გზა ეს დასახლებები ავიღოთ ისევ მონდები წამოვასხათ, წამოვიყვანოთ ჩვენსკენ და მივხედოთ ერთ სიტყვით საქმეს. ამებს ვაკეთებ ხოლმე პირველ რიგში, იმიტომ რომ საკვები აღარ შევიდეს ხოლმე ქალაქებში, მარაგები არ მოიწუროს და საომარისულის კვეთება გარნიზონის ასევე მოსახლეობის დაეცეს. ეხლა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ ეს ჩვენი საქმე. როგორი შვედიერი ის ნახე. გარნიზონი, რასაც ქვია. ირამდე შევსებული. ახალწლოვანები აღარ აყავთ, რომ სამაგეროს ეს ერთეულები ყავთ, აი ეს ძალიან ბევრი რა. იმდენიც კი და იმდენი. ესენი გარეთ ამის ალყის მოხსნას გამოსვლით შეეცდებიან რა თქმა უნდა. ხა იქნება კი კარგი და რამდენადაც ამაც ის შევამციროთ. ისე რომ რაც შეიძლება მეტი დანაკარგი განიცადო. ეს არის, როდესაც საკვები აღარ აქვს და სამხედრო-სულის კვეთება აქვს დაკარგი. რაც შეიძლება ეს მოშობილეები მოვიყვანოთ აქედან რამაც შევერკინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ საერთოდ რაღაც ჯერესები. რაღაც მძონის უნარიანი შენა ერთი გამოყენა. ესენი უკანას დაბრუნდებიან პრინციპში შეავსებენ ისევ ერთეულებს. მაგრამ აღარ მგონია რომ დიდი გარდატეხა შეიტანონ ამათ მე ხა იქ.
სენ დავსაჯოთ. ისევ გარეთ გამოვიდა. გავაგზავნოთ ისევ შეტაკება, ბრძოლები. როგორც მოსალოდნელი იყო და წარუმატებლად ისე. და ახლა ისე ალბათ გმართებს ცოტა რომ მოთმინება გამოვიჩინოთ. და როდესაც ესე ვერ აგვიღია ჯერჯერობით ხის გალავან შემოვლებული მართლმსაჯულებით სუსტად გამაგრებული ქალაქები, ესე იგი, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ისეთი ქალაქების აღება, როგორც არის ეს მაგალითად არის ქვიტკირის კედელი რო შემოვლებული აქ. კარგია ესენი დაბრუნდნენ და ჩაემატონ ამათ აქ ძირითად რაოდენობას. გენერალი დაგვიბრუნდა ეთყობა. ეხლა ცოტა ხან ვატარებთ ეს რაღაც თავის საქმეებს დაკავდეს. სანამ აქ შევსება გაგრძელდება.
მოკლედ ეხლა მე გავაგზავნოთ სერია და აქ საჭიროდ ვთვლი რომ ფული უკვე ძალიან ბევრი მაქვს ახლო მოხდო შახტები დავიკავე და დანაკლისს მინაზღაურებს აი აქ დავშლი აი ამ ბაზარს ორივეს რაც ნაგე დამაყრებს თანხას მაგრამ სამაგიეროდ ავაშენებ აი ამ სამჭედლოს თუ რაღაც საოსტატო ემას რომელიც საალყო იმების აშენების საშუალებას მომცემს მანქანების აშენების საშუალებას რაც გამიადვილებს ხოლმე საერთოდ ქალაქების ალყას და დამიზოგავს ცოცხალი რესურსის რაოდენობას თავარია საშენი მასალა უნდა შევაგროვო ბევრი ვერა შენდა და აგერ მომცა უკვე საშუალება იმების აშენების და ესენი ამდენი მიზდება 100-225 ჯერმე შევაგროვოთ ეს სიტყვით სამშენებლო მატერიალები აქ ეს რამდენს დამისვობს არ ვიცი ეს თანხები რა ერირება 75-25 ესენი ჯობია რომ ესენი ავაშენებ 180 მოხსედი რომ მეც ვეღარ ვქაჩავ შეიძლება რომ დიდი ალბათობით ესეც დავშალო და აქ ავაშენო შემდეგ უკვე ბაზარი ხელახლა არ ვიცი ნახოთ ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი საალყო მანქანა რომ დამჭირდება მაგაში დარწმუნებული ვარ ეს ქალაქში ეს ჩემი ქალაქი რომელიც უნდა ყოფილიყო და დავკარგე მოულოდ მიდათ აქ კი არიან დგანან დამშეულები რესურსის გარეშე და საკეთები ჭაობში იჭერენ თევზებს თუ რა ხდება აქ ეს წყალში დგანან ცივდებიან უბრალოდ მე ვფიქრობ ჯანმრთელობის მდგომარეობა ზე აისახება აუცილებლად ეს ამის ყველაფერი ამას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხლა ნელ-ნელა ჩვენ უნდა დავიწყოთ ხო ის აქ უკვე ავაშენოთ ეს ერთი მეორე მესამე მე დავუცადოთ დანარჩენი ხეთყი როგორ შეგლოვდება ესენი გადმოვიყვანოთ ასევე აქედან წამოვიყვანოთ აქ აქეთ მაშინ ეთხოვენ ძალიან ბევრ საშენ მასალას
მოკლედ ეს ახლა დააჩქარებს და მომცემს ძალიან ბევრ საშენ მასალას აქედან. ვინაიდან და რადგანაც ეს მეტყევეების რაღაცა ფერმა თუ სოფელი დავითრიე და აქაც ავაწყე მეურნეობა და ესეც არის ძალიან კარგი და ანუ შესაბამისად მაინც ლოგის მეტნაკლებად აი ეს ერთი ავაშენეთ, კარგია, მაგრამ მაინც ვერ ვცდებით რა ერთ სიტყვით აქ და რა ხდება. სანამ პრინციპში აი ეს ერთეულები შეივსებიან მოდიდი მაინც მოგვიწევს, რა თქმა უნდა მოგვიწევს, მაგრამ ძალიან ნაკლები, იმიტომ რომ პლუს 15 ყო აქედანაც აი აქ რასაც ვიძახდი მე ამ კონკრეტული სოფლიდან საშენი მასალა და ეს ხეტყის მასალა ანუ რაც საჭიროა აი ამ ყველაფრის ასაშენებლად. აქეთ არის ეს რაღაცა მოკავშირეების სოფელი თუ ანუ ვინ არიან ეს ბელოვაკები ხო ბელოვაკებთან გვაქვს ომი ასევე ესენი ციბძვიან მაგრამ მე საზღვრით ვარ შემოსულული და ანუ აქეთ ვერ გადმოვდივარ ჯეროვნად ისე როგორც საჭიროა. და აგერ ესე ეხლა სასწრაფოდ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩქარა რო არ დახტოვოთ რესურსების გარეშე. ეს ყველა საქმე საერთოდ ჯობდა მე მგონი რომ აქ ერთ-ერთი მთლიანად დაგვეყენებინა. ამ დაგვიცვა ეს ადგილები, მთლიანად დაგვიცვა და დაგვემაგრებინა ეს ტერიტორიები. დავკარგეთ, ხედა ის და აგერ -121 აი აქ დაიწერა ეს. მოკლედ მეგობრებო, აქ ავაშენეთ რაღაცა ნაწილი საალყო მანქანების, ასევე მთლიანად შევავსეთ ჩვენი ერთეულები. და ეხლა დავიწყებ მთლიანად უკვე გენერალურ შეტევას ისევ ამ ქალაქებზე და იმედია რომ მეც ნამდვილად ვეღარ გაუძლებენ და ვერ გაძლებენ. იმიტომ საკმაოდ კარგად მომზადებულები ვართ ამ ეტაპზე უკვე ამჯერად. აი ამ ყველაფერს ეხლა გამოვიმახ წინ. და ერთიანი ძალები წავალთ უკვე თლიან შეტევაზე. ასევე ერთეულები გადავამზადე. და უფრო მაგარი პროფესიონალიზმით გამოგზავნებინა ბრძოლა. ესენ შეგვიძლია რომ გამოვიყვანოთ და პირდაპირ დავიწყოთ უბრალოდ მე ისე საშენი მასალის ხელახალი დაგროვება.
წავიდეთ ისევ წინ, გავაგზავნოთ გზა. ერთეულები გაძლიერებული აგერ დამატებული სხვადასხვა სკილები და ძირითადად აპისთვის არის საჭირო. ამჯერად არ მგონია, ნუ ამათაც კარგად აღუდგენიათ ძალები და მოусურვიათ რეგენერაცია, მაგრამ არ მგონია ნამდვილად რომ ხა ამათ მახელა წინააღმდეგობა გამიწიონ. ხედავ ხოცავი კედელზე დამდგარმეცი ხოლმე ერთ და ისინიც არ აკვდებენ ვალში არ შევიან ასე ვთქვათ. ხა დავინახოთ როგორი ეფექტურია ეს ალყო კოშკები, რამდენად მალე აკლდება, როდესაც ისინი კედელთან მიედგმებიან ახლო. უკვე ეს სიჩქარე იმის ალყო დროის ეს კაბინულია აქედან ისინი ესე ისვია. ასევე პირველი ეს ნაწილი გამოიშალა გარეთ სენი აქეთ საათად შეიძლება და გავაჩეროთ და გავაგზავნოთ ეს მეტოს ასე ვაგროვებთ ეს საომარ გამოცდილებას ის შემდეგ მე აქ სკილებს დავამატებ მერე იქნება რომ ამათეს რომ ისე ეს პირველი ტალვისა ის და ქუჩებული რაც იყო პირველი ნაწილის შერეკვა ქალაქში უკან და გატეხვა საერთოდ ლიანეთ ხა როგორ არის სულდათ ეხლა უბრალოდ უნდა გავაგზავნოთ ეფექტურობით და არ უნდა გავჩერდეთ დავსაჯოთ შენი იქით წავიდნენ ხომ იქიდან უკეთესად
მიუდგებია. მეორე ტალღა იქით ხა ნახავის ერთი ერთეული თუ შეივსოს წამოვიყვანა ძალიან კარგი გავიზრდეს ალყა ისე ხა მნიშვნელობას დააჩქარებს პროცესს. ჯაშიც უკვე დაიწყოს შემშილობა შესაბამისად საომარი სულისკვეთება დაბალია, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა გავაგრძელო ყველანაირ ფასად და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. დაჩქარა. კარგია. საქმეში არიან. ჯიგრები. ქალაქში სულისკვეთება ეცემა. დაცვა ეცემა კედლების, ასევე მორალი. ახალწეულები აღარ არიან. და ესეც ის კედელი დავანგრიოთ. საერთოდ ხო აი ესე გავაკეთოთ ეს ერთი დავაქციოთ და გამოვიყვანოთ ორი ერთეული ახალწეულები არიან. კი ესე დავიკავოთ ეს დავაკავშიროთ აქებით ისე სენიაკ ჩემი მოსდაარტყეს.
ძალები მოვიკრიბოთ უკვე აი ამ ქალაქის ნაღებისთვის. მოკლედ ერთი ქალაქი მოვჭით. ყველა ეს სიხარულო რაც არის. ამ ყველაფერი ესეც ავიღოთ. შემოდიან ესე. აქ ავაშენოთ. ერთი ბაზარი, ფული ეს თანხება რო აიწევს, იმიტომ რომ ამ შახტას არასვენებენ ესენი. ფაქტიურად ყოველდღე იღებენ, ავიღებ ხელი და ხელში გადადის და მყარი ეკონომიკური დასაყრდენი მჭირდება და ნის არ მჭირდება ნამდვილად ეს. აი ამ შახტას გამოვიყენებ. ძალიან პრობლემით. მოკლედ ეს ორი სოფელი უკან დავიბრუნოთ. ესენი დავასვენოთ საკუთარ იმაში წამოვიყვანოთ. მშობლიურ ქალაქში ასე ვთქვათ. საკვები მეგამლებად არის. ვიდა დიდი ისინი. ხეთის მასალაც აქ არის. დაკარგული პოზიციები აუცილებლად ნელ-ნელა დავიბრუნოთ. ასევე ჩვენი დაკარგული რესურსები. ავიღოთ ხელახლა. ან ესენი საკეთ. მეტყევეების სოფელში გადმოვისამართოთ. როგორც აღნიშნია შახტას არ მოასვენებია, მაგრამ ის უფრო სიღრმეში შემოვიდა, მაგრამ უფრო ნაკლებად. ჩემი ერთ გადამწვარი ის ქალაქის ნელ-ნელა აღდგება ეხა ეს და წამოიღებს უკვე შემოსავალსაც სადაც უფრო მალე ანუ იმას იზავს რა ცეცხლის ალშია კიდე გახვეული ყოლიფერი ცეცხლის ალშია გახვეული და აქ ეს ნიშანი აქვს თავზე რა თქმა უნდა ეს
საერთოდ ეხა ჩვენ როგორი გვირჩევია ხალხი ყოლა მუშები გამოვიყვანოთ აფული არა ექსამენიერად გასაგებია ну ესენი აღდგენილი რაღაცა აღდგენა მოხდა შეივსეს სტატები რაღაც ისიც მოგობლე ვასიზავე მეორე ეს არის ბიათელეგიონი რასაც ასევე დავამატებ რას დავამატებ ეს ალყებისთვის მოგვეხმარება ინჟინერს დავამატებ კონდიცენს დავამატებ 30 პლუს საომარი სულისკვეთება ხელჩართული ბრძოლის დროს და მეორე ინჟინერსაც ვამატებინებს შვედიერი აქ ეს ქალაქი ნელ-ნელა როცა როგორც ვიაღდგება აი ეს ბაზარი აშენებული ნაგებობა კლიანტს შემოსავალს მოიცემს საკმაოდ ბევრს ჯერჯერობით ამაზე მოგვიწევს საკმაოდ დიდი მოცდა ძალიან ცოტა რაც წაი შევიდა და -27 მაინც აი საოცრება. საერთოდ კაი. ეხლა ისთვის მომზადებით ჩვენ. და სველოდებით, ხო? ქალაქზე დაძგერება ცოტა რთული იქნება, ესეთი იული არ იქნება თლა. სიმართლე ვთქვათ. ეს მე მგონი იქნება პრიანერ დავზვეროთ, ხო ჯერ? შიგნით რა ხდება? რა მგონარეობა? აიცი. ახედან ერთ-ერთი უსკი მოვიხმარე, მაგრამ ესენიც მოდი იქით შახტაში გადავიყვანოთ. აღარ გვინდა საკმარისი ისე სამშენებლო მასალა. ორგანიზება. ერთი ნაწილი აი ამათი ალპისთვის წამოვიყვანოთ აქეთ. ესენი შეიკრიბონ ერთად. ესენიც გამოვიყვანოთ გარეთ. მაგრამ არა პრობლემის არ მაქვს. ერთეულებიც ხა ამის ცოტა სუსტად გამოიყურებია. ესენი იღებენ აქეთ შეხტს, აი ამ დროს გამოგიყენებ ბოროტად მე.
ახალწეულების ტოტალური პრობლემა როგორც ყოველთვის. და ეხა უკვე და საკმაოდ კარგად გამოგრებულია. საკვები არა აქვს ერთი ეგარი რა. არ გიცი. ხა უნდა ვახსენოთ ერთი. და დავიწყოთ უკვე ალყა და იერიში ც შეტევა ც. ყველაფერი საერთოდ. 46. მგონი კიდე იყოს ეს რაოდენობა ადამიანების აქ. ნოუთ რეჟიმზე გადავიყვანოთ ეს ქალაქიც მოდი. და აი საი შემოსავალს და იმას გაგვიზდის. ესე აი რამდენი მოიმატა. აქ ეგრევე ავაშენოთ. ახლა ფინანსები გაგვთავისუფლდა და მეორე ნაწილი იმის დონე ბაზრის. აქ რა ხდება? არა ვიცი. საკმაოდ სწრაფად იკრებს, მაგრამ ესე არ მოველოდი ნამდვილად, იმიტომ რომ თუ გამაგრება თუ მეციხოვნეები, კედლებზე დამცველები კარგად არიან, მაგრამ საკვების ნაგებობა აქვს ასე 0 კრიტიკულ ზღვას ქვევით აი მანდ ეხევათ რა მე დაგრებოთ ეკონომიკა ავაწყე ისევ გამოვაბრუნდნენ ყველაფრისგან დავაძლიერე რა Просто потребляю нахрен. მე მგონი მეგობრებო მიზანთან ვარ საკმაოდ ახლოს. ანუ ამ თავის ნაწილის დახურვასთანაც. გარეთ რამდენხანში გამოვიდნენ ახლა ესენი, ახლა ეგ არის დამოკიდებული მაგაზე და უფრო მალე დაერხევათ კიდე შიგნით რა.
აუცილებლად. ესეც აკლდებათ, აი როგორც ხედავთ. ამათ ადგილზე ამათ გაუშვებდი და ამათ გადავინაწილებდი, მაგრამ არც გავუშვებდი. აი ესეთი შესანიშნავი. ეს დაეხატა კიდეც, ხო? თევზის ჩონჩხი და ეს. ვირომანტის ესეთი ქალაქი და აი აქ არის ქალაქის ისტორია. ესე აღწერილობა რა ეს. ანუ კითხვა ვისაც გიყვართ საისტორიო და სამეცნიერო ტრაქტატების ეგრევე თამაში შეგიძლიათ თვითონ რა. ჯიგრები. კარგი ხალხი ნამდვილი ისტორიკოსები შეგიძლია ეს თამაში. სული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვა. დანაკლისი ჩვენ საკმაოდ დიდი გვაქვს. საკვები შემოგველია კიდე. სულის კვეთება დაცემული დაბლა. აი ამ დროს გამოვიდე. არა გაუძლებთ. მოიცა ის ეგრევე გაიქცნა, ხე? ეგრევე გაიქცნა. ისინიც გაიქცნენ. ამათმა აჯობეს, როგორც ეთყობა. ეს გაჩერდა უბრალოდ. იგივე რიცხვზე, რა რიცხვზეც არის, აი საალყო კოშკები შვებიან მაგას. თუ დაამტვრევენ, ამას დაამტვრევენ, რა თქმა უნდა. ესენ ძლებენ, ახლა ვარ. სასწრაფოდ უნდა გავავხსენოთ ისევ. რა ვიცი. აი დროზე ესეთი გამოქცეულება რომ შემოასწრეს ქალაქში ისევ დაემატა ახალწეულების რაოდენობა რომელიც იცოდა დადის არმიაში რა. ამათმა პირდაპირ რიანია რომ მიიტანო მიერიში აი ამ ნაგვებზე რომლებმაც ესე დაშალეს ჩვენი საალყო მანქანები. აქ ხერამდე კიდე რა ვაწყოთ რაღაც გვინდა. აი ესე. ესენი უნდა დავასუსტოთ ქალაქ გარეთ ბრძოლებით მაქსიმალურად. ახალწეულებიც აღარ ყავთ. რაც უფრო ბევრს მოუგრეხთ კისერს ამათ. აი თუ უკეთესია ჩვენთვის. აგერ გამოვედით. და გამოვედით. არც გავჩერდით ეგრევე. ჯერ ამათ შევებრძოლოთ. ესენიც გამოვიყვანოთ. ესენიც გამოვიყვანოთ. და ესენი მოგვეხმარებიან გზა და გზა მერი. რა ხდება? ნახმალი გამოვლენ ესენიც უკან. წამწვდეთ. და ეგრევე რაც შეიძლება სწრაფად. აქედან ასევე ესენ გამოვიყვანოთ. მე მგონი ალბათ იმედი ამათი უკანასკნელი გაბრძოლება იქნება. ნუ ეს ერთი საალყო მანქანა მოახდინოთ.
აშენებული და ხეტყის მარაგები არ არის მოვიკოჭრებს სწრაფ მარაგებაში და ეხლა იქ მაინტერესებს 100%-ზე ავიდა უკაზევით ახლა 922-დან ვაგზელებთ 13 მეგონა მე ფერი არ არის ეგ აი ვეღარ ახდენის ერთეულების რეგენერაციას სწრაფად ანუ ამას ქვია რომ უჭირთ ხო? დაწერეთ კომენტარებში ხო უჭირთ ხო? ვარა შეგარდა არა დელელა ბოგურავს ეს დიდი სააკო მანქანა ხის ბოლბლები ჭრაჭულით მოდის უფრო მეტად სწრაფად მინდა მე მაგალითად ეხლა ეს მაგრამ რა უჭირს მეორე მაშინ და გამოვაგოროთ ესეც ვაშენდა ეს ქალაქის გადავიყენოთ ახალ წვეულების გამოყენაზე აი ეს აქციის მაგრამ არა უჭირს სამაგიეროდ მოდის სააკო მანქანები ხადროა ესენი რომ გამოვიდა მიეხმაროს მაგრამ ესენი რომ ეხმარებიან და ქალაქის მისკვეთება იწევს დაბლა დავკარგე დომა ამ თავარია რომ ეს ავიღო ეხლა ამ შემთხვევაში აღარ მაინტერესებს ის რა რაც უკვე მეყოფა საკმაოდ ეს ნაწილი მეომრების მეყოფა ლეგიონერები ბოლომდე გაიყვანენ საქმის ბოლომდე 14-13 გარეთ გამოსვლის სურვილი მოფიქრე საერთოდ დაკარგულია ახლა გამოვიდო და კარგია რომ ამათმა ესოლო ნამოთ ეს ახლა გავაგზავნოთ ჩვეულებრივ
სულაც და 93 როგორი დავაბრუნებ? კაია, შვენიერი, ვსიო დაეხადა. წასულია რა ნამდვილად თამათი საქმე. ეხა უკვე ის ბრძოლის უნარიანი ერთეულებიც აღარ აქვთ. შესაბამისად აღარ აქვთ ახალწლულები და ვეღარ ახდენენ ვიღაც ვერაფრის რეგენერაციას. აი ამათ გაუშვებდი ამათ. ეხა მე ნამდვილად მუშახების ნაწილს. ამის ხარჯზე გადავავსებდი იქ ერთეულებს. მაგრამ ხუგვიანია. აქ რა ხდება? ხდება საინტერესო რაღაცები. კიდე დამატებია სალო, მაგრამ აღარ დამჭირდება ამას. ნამდვილად. შვიდმეტი სამი ორი და ესეც ეს That should keep them in their place. Now I can relieve Labienus at Trevorum. დაგვავალა. აი მასთან გავერთიანდეთ, ხო? ეს კაცი. აუ. ჩემი არმია ამასთან უნდა გავაერთიანო, ხა ეს ახალი რაღაც მომცა. მთელი ეს არმია უნდა წამოვიყვანო. აი მას გავაერთიანე. ამდე ის რო ავიღო? არა. აი ის სული. აი ხაქიდან წავიდი ამდენი ისინი გავიარო აი მოვიდი. ო არის ხა ეს ის თუ აი ეს ნავიღო მანამდე ან არ მინდა ნოტისტი ამეს სისულელეს რომ მავალებს აღარ დამავალებს მერი არა ვერ გამოყოვე რა ვიდან ხალხებს ეგრევე კარგავ მერე რა შესაბამისა д საიდან წავართხო აი აქ კარგია მანებით ხთავი ყველაფერს ძალიან მისტერიოს
ხიდების აშენება მომიწევს. მივდივართ. ცოტა არ იყოს ახლა გამოგიტყდების და სულ დავალებების შესრულება მომბეცდა მე. მაგრამ რას ვიზეთ რომ დავვალოთ ხო? სანამ შეიძლება ხიდი. აი შეგვიძლია რომ დავიყავთ. თუ არ გაგვატარები, თუ გაგვატარები. ხიდი უნდა შეგდებოდეს წესით რომ უკიდურესად გადავიდე. ამ შემთხვევაში ესეთი მდინარე აქ ხიდის დადგმა. აი აქ სადაც არ მაშენებს საშკარად ხო. ну დავიღო ზევით არის ავიღო რაღაცა ხიდი. ეს გავიაროთ ეს კოშკებით. დავატაროთ 1 2 3 4 5 სამაუთ ბევრი მავა.
და ბორცვია ეს ქალაქი. მოკლედ ყველა ქალაქს უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის აქ ინდივიდუალური განსაკუთრებული ლამაზი არქიტექტურა და ის გრაფიკა, რაც ძალიან მიყვარს კიდე ამ თამაშის. თუ აი გადაცავნიშნე, ხო? მაინც დაუნიშნე კიდე. რამდენჯერ საჭირო იქნება იმდენჯერ. მიუვალ წეებში გავიდეთ, ეხლა შეიძლება არჩევ კოშკებს დაერიგნეთ. ესენი უკვე ზემოთი ბაგია პრინციპში შეიძლება რომ დაანგრიო. აი აქ აგერ ძამბრო ფოსმაკლებს. არაფერში აღარ ჭირდება. სებურონების ტერიტორიებია, სადაც ომი მოხდა, შემიძლია რომ ავერტეფერებინარ იმას. ტყუილად გამომეკიდეთ ეხლა გაიგე. ესე ის გამოვიდნენ. როდი შემიძლია რომ ვიოდოთ კარგი. მაინც მოდით. ზალა ერთი. ისე არ მოდადები. შევიდამ შეული ჯარით. Sir, thank you for Yes, it's Duke Marnus has been dealt with. The remains of his army are controlled by his family. Then they will burn. There will be no more clemency. Have each of the tribe deliver hostages to Letitia to affirm their loyalty. Yes, sir, but the recent rebellions have made the Gauls brave. The Carnutes and the Remi won't capitulate without some encouragement. Good. Encouragement. And it is time that I finally remove the monopoly burn everything they own and destroy those goddamn strongholds in the swamps. Understood, sir. Saints and Archon, the ship was მაგრამ ყველაფერი შესრულდება უკვე ახალი წლების მერე. დაელოდეთ მომდევნო სერიებს, მეგობრებო. ბედნიერ შობას და ახალ წლებს გისურვებთ. დალიეთ იმდენი, რამდენი საჭიროა იმისთვის, რომ იყოთ კარგად და ბედნიერად. დავასრულოთ ახლა ჩვენი საახალწლო სტრიმი. და ბედნიერი შობა ახალი წელი და საღამო. ყველას დროებით ისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას. კარგად აბა დროებით.